ქრისტიანობის დამკვიდრება საქართველოში უპირველეს ყოვლისა ნიშნავდა ენის გაქრისტიანებას, ენის ნათლობას, თუ შეიძლება ასე ითქვას და ეს მოვლენა საოცრად არის ასახული ქართულ სიტყვიერ და სახით ხელოვნებაში. არც ერთ-ერთს არ აქვს ისეთი ძეგლი, როგორიც არის ქებაი და დედებაი ქართულისა ენისაი, რომელიც ქართული ენის მესიანისტურ იდეას, ამაღლების იდეას გამოხატავს, სწორედ გაქრისტიანებას გამოხატავს და მეორე ასეთი არის დავათის სტელა, რომელზეც ქართული დამწერლობა გამოხატული. და ეს ენობრივი მთლიანობა, ენობრივი ერთობა ქრისტიანობის დაფუძნების დროს უკვე არის ქართულ ტრადიციად მოღწეული, მცხეთაში რაც ხდება, ეს დაიწყო ჯერ კიდევ ფარნავაზის მეფობის ეპოქაში და ლეონტი ბროველი სწორედ აი ამ საბუწველს გამოხატავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის, რომ ენა იყო სწორედ არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლშაშინა თვინიერ ქართულისაო, რომ ამბობს, ამით ის ამბობს, რომ სახელმწიფოებრიობა ქართული ენაზე იყო დაფუძნებული და წარმოიდგინეთ, რომ არა მხოლოდ ქრისტიანობის დროს, ქრისტიანობამდე ჯერ კიდევ და შემდეგ რა თქმა უნდა, ქართული ენა იყო ქართული სახელმწიფოებრიობის უმთავრესი განმსაზღვრელი.